გადავამოწმე ჯანდაცვის სამინისტროში და გავარკვიე, რომ დიუშენის დიაგნოზის მქონე პაციენტები აქამდეც უზრუნველყოფილნი იყვნენ სხვადასხვა ტიპის დამხმარე საშუალებებით, მათ შორის ელექტროეტლებით. იმედის პროპაგანდისტი ისე საუბრობს, რომ თითქოს ნებისმიერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის იყოს დაფინანსებული ნებისმიერი დამხმარე საშუალება. მე ვარ სმენა დაქვეითებული და გაგიზიარებ ჩემს გამოცდილებას. თავდაპირველად დამიფინანსეს მხოლოდ ერთი სმენის აპარატი. არადა როგორც ორ თვალზეა სათვალე საჭირო, ისე ორ ყურზეა საჭირო ორი სმენის აპარატი. მაშინ ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ თვითონ შეეძინათ მეორე სმენის აპარატი, რომელიც იყო ანალოგიური, რაც მომცეს და ესენი გაიცემოდა ჯანდაცვის თუ სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. ეს პროგრამა ფარავდა მთელ საქართველოს. ეს სმენის აპარატები იყო საკმაოდ უხარისხო, ნაკლებად ეფექტური, არ შეგეძლო რომ დაგეკავშირებინა ტელეფონთან, იმიტომ რომ არ იყო ციფრული, შესაბამისად არ ჰქონდა ფუნქციები და ასე შემდეგ. იმ პერიოდში ბაზარზე არსებობდა უკეთესი სმენის აპარატები, მაგრამ ჩვენ მაინც ამას გვაძლევდნენ. თან არ მქონდა შესაძლებლობა რომ ამერჩია, თქვათ ბრენდებს შორის, რომელი სმენის აპარატები მინდოდა, რასაც მაძლევდნენ ხოლმე, იმას ვიყენებდი. მაგრამ მე ვიყენებდი მაინც ზოგი იმ სმენის აპარატებს საერთოდ ვერ იყენებდა. ასე მოვედი 2019 წლამდე, როდესაც გავიგე, რომ თურმე თბილისის მერიაც აფინანსებდა სმენის აპარატებს. ოღონ ეს გავიგე სრულიად შემთხვევით ერთი სმენა დაქვეითებული პირისგან. ვისარგებლე ამ შესაძლებლობით დამიფინანსეს სმენის აპარატები, რომლებიც იყო ბევრად ხარისხიანი, თანამედროვე, ტელეფონთან შემეძლო რომ დამეკავშირებინა, შესაბამისად, როდესაც მირეკავენ და მაშინაც, როდესაც მირეკავდნენ, სმენის აპარატების მოხსნა აღარ მჭირდებოდა, იმიტომ რომ ყველაფერი მესმოდა ყურებში და საერთოდ არ შეიძლება ამ ორი სმენის აპარატის შედარება იმდენად ბევრად უკეთესი იყო ესენი. უბრალოდ მაშინ თბილისის მერიამ გამოიჩინა კეთილი ნება და მაგალითად ახლა აღარ აფინანსებენ. მაშინაც მხოლოდ დიდ ქალაქებში აფინანსებდნენ სმენა დაქვეითებულ პირებს, მაგალითად თბილისში და ბათუმში და ძალიან იჩაგრებიან სხვა ქალაქებში, რეგიონებსა და სოფლებში მცხოვრები სმენა დაქვეითებული პირები. მაგალითად რუსთავში ჩემი ნაცნობები არ დააფინანსეს. ერთი ადამიანი ვიცი, რომელიც აჭარიდან გადმოეწერა თბილისში და ასე უთხრეს, რომ ერთი წელიც არ არის, რაც აქ ხარ ჩაწერილი, ამიტომ ვერ დაგიფინანსებთო. ასეთი უთანასწორობა არის სმენის აპარატებთან დაკავშირებით. თუნდაც ეს თანამედროვე სმენის აპარატები მე რაც დამიფინანსეს, მაშინაც რაც მომცეს, ის გამოვიყენე. და ნამდვილად კარგი იყო, მაგრამ ზოგადად რომ იყოს არჩევნის შესაძლებლობა, ბევრად უკეთესი იქნებოდა, რომ თქვათ რამდენიმე ბრენდს შორის მაინც შეგვეძლოს არჩევნის გაკეთება. ახლა რომ არ მყავდეს მე მეგობარი, რომელიც ვიცი რომ დამეხმარება რომ გამიჭირდეს და